იზოლატორის დატოვების შემდეგ ზურაბ ცეცხლაძემ და მასთან საგულშემატკივროდ მისულმა სინდისის პატიმრების მშობლებმა რუსთავის მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საჯარო მოხელეებს მიმართეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ოცნება ყოველ დღე ატყვევებს საქართველოს მოქალაქეებს. საჯარო მოხელის ფიცი კი ქვეყნის და არა პარტიის სამსახურს გულისხმობს. სინდისის პატიმრების მშობლებთან ერთად მივდივართ ყველა საჯარო მოხელესთან და ვახსენებთ მათ საჯარო მოხელის ფიცს, რომ ემსახურონ ხალხს და ქვეყანას. ისინი ვალდებული არიან, მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. ასეთი 300,000 ადამიანი არის ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს და ვალდებულები არიან, რომ ქვეყანას ემსახურონ. და ქვეყნის სამსახური კი ნიშნავს იმას, რომ გამოფხიზლდნენ, თვალი არ დახუჭონ იმ უსამართლობაზე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, იმ რეპრესიებზე, რაც ხდება, იმიტომ რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც მათაც შეეხებათ ეს ყველაფერი და ქვეყანას კარგავთ. ამიტომაც უსამართლობას უნდა შეებრძოლონ ისინი. სანამ ღირსეულ ცხოვრებას და ღირსეულ პირობებს არ მივაღწევთ საქართველოში, ჩვენ მანამდე არ გავჩერდებით. დღეს ჩვენი შვილები, ჩვენი მეუღლეები იქნებიან, ხვალ იქნებიან აი ამ ადამიანების, ვინც ხმას არ იღებს და ვინც ეს ეგრეთ წოდებული რაღაცა ოქროს შუალედური ურჩევნიათ. ბრძოლა გრძელდება, არც იხე გვაშინებს, არც იზოლატორი გვაშინებს, არაფერი არ გვაშინებს.